2008-ში სამშობლო გაყიდა სააკაშვილმა თავის გუნდთან ერთად. ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რათა რუსეთს კომფორტულად ეგზნო თავი. აგენტურასაც დავალება სხვანაირად ჰქონდა ჩაშლილი. ქართული ოცნების დეპუტატები დღეს მედიასთან ამის სათქმელად გამოჩნდნენ. უკვე მეორე დღეა ივანიშვილის პარტია კობახიძის პოსტის აქტუალიზაციას ცდილობს. არც ერთი სიტყვა რუსეთზე და ომის პასუხისმგებლობის დაკისრება წინა ხელისუფლებაზე. ეს ოცნების 14 წლიანი პოლიტიკური სტრატეგიის ნაწილია, განსაკუთრებით აგვისტოში. ჩემი გუნდის ჩვენი ხელისუფლების პერიოდში არის დაბრუნებული ღირსება ჩვენ ქვეყანაზე. როდესაც ღალატი ჩამოურეცხეთ და მოღალატეზე როგორ არ ვისაუბრო, რომელს თავის ქვეყნის ტერიტორიები გაყიდა პირდაპირ მნიშვნელობით. თავის სამშობლოში, თავის ქვეყანაში სისხლი დაღვარა თავისი ხალხის. გადაუფორმა პირდაპირ. მე ამ ყველაფერი გააფორმა იმაში რეზოლუციებში და ამ ყველაფრის შემდეგ მეკითხები რომ როგორ საუბრობ ნაცმოძრაობაზეო. აბა ვიზე ვისაუბრო? სამშობლო გაყიდეს 2008 წელს ქვეყნის ტერიტორიები გადააბარეს. არ გამოურიცხავ. შეიძლება რაიმე მერკანტილური სურვილებიც ქონოდათ. ეს ქართული ოცნების უმრავლესობის ლიდერია, რომელიც რუსულ აგრესიაზე მხოლოდ მას შემდეგ ალაპარაკდა, რაც მას კითხვა TV პირველმა დაუსვა. აგვისტოს ომზე ირაკლი კირცხალია ისე საუბრობს, რომ ომის ერთადერთი დამნაშავე რუსეთი ავიწყდება და აქცენტს სრულად წინა ხელისუფლებაზე აკეთებს. იმავეს ამბობენ სხვებიც. რეალობაში ხდებოდა ის, რომ რუსეთს რომელიც დაპირისპირებაში იყო დასავლეთის გარკვეულ ძალებთან იმ პერიოდში სურდა სტრატეგიული რეგიონების ოკუპაცია, ასეთი სურვილი ჰქონდა, მაგრამ ელოდებოდა მოსახერხებელ ვითარებას და ეს მოსახერხებელი ვითარება სააკაშვილმა შეუქმნა თავისი მოქმედებებით. ზუსტად იცოდა, რაც მოხდებოდა და მობილიზებას აკეთებდა იმისათვის, რათა მნიშვნელოვანწილად ხელი შეეწყო რუსეთის ოკუპაციის დაკანონებისათვის. იმ პერიოდში არავის არ ენაყლებოდა საქართველო და რასაკვირველია სააკაშვილიც ძალიან თავისუფლად გრძნობდა თავს. თავის სასახლეში იყო რუსეთის შეტევა თბილისის მიმართულებით ეს მის მიერ მოგონილი ამბავია. რუსეთმა მიიღო ის რაც უნდოდა და რასაკვირველია ეხლა დასავლეთს იმ პერიოდის დასავლეთს ჭირდებოდა გარკვეული გადატვირთვა რუსეთთან ურთიერთობაში და დღეს სხვა შეკვეთაა. ასე რომ შეკვეთას სახელმწიფოს ინტერესებთან არავითარი კავშირი არ აქვს. როდესაც დღის წესრიგი შეიცვალა და გლობალური ძალებისთვის უკვე მნიშვნელოვანი გახდა რუსების და რუსეთის გაშავება, მან უკვე სხვა message box-ი მიიღო აგენტურამ და ეს message box-ი ჩაიშალა მას შემდეგ, რაც აგრესია განხორციელდა უკვე ამ შემთხვევაში უკრაინაზე. არსებობს სტრასბურგის და ჰააგის სასამართლოების გადაწყვეტილებები. საერთაშორისო სამართალი ადასტურებს, რომ ქართულ მხარეს ომში ბრალი არ მიუძღვის. მიუხედავად ამისა, ოცნება საკუთარი რიტორიკით და საგამოძიებო კომისიის დასკვნით ომის დანაშაულს სააკაშვილის მთავრობას აბრალებს. მე ვფიქრობ, რომ რასაც უსმენ ქართული ოცნების განცხადებებს, მზადდება რაღაც კამპანია, რომელიც ძალიან გავს საარჩევნო კამპანიას, რომლის დროსაც აბა ომი გინდათ, იყო ესეთი კამპანია, ეხლა უკვე ეს აბა ომი გინდათ არ მუშაობს იმ თვალსაზრისით, რომ აჩვენა მიდგომებმა ჩვენმა პარტნიორებიც, რომ ეს ასე არ არის და ეხლა მზადდება საფუძველი, ჩემი აზრით, ასეთი კამპანიის, რომ თუ არა ქართული ოცნება, მაშინ მოხდება ჩვენი ტერიტორიების ანექსია და ჩვენ ვართ გარანტი, რომ ანექსია არ მოხდეს. აი ესეთი შეგრძნება მაქვს, იმიტომ რომ რეალურად ვხედავ ეხლა არანაირი რუსოფობია და ესეთი მიდგომების, ესეთი განცხადებები, ამის ყველა წინაპირობაა და ამ ფონზე ჩვენ ვხედავთ იმას, რომ აი დათმობითი პოლიტიკა იწვევს პირიქით მათი მხრიდან უფრო მკვეთრი ნაბიჯების გადადგან რუსეთის ფედერაციას გულისხმობ. მაშინ როცა ივანიშვილის პარტია აგვისტოს ომში რუსეთს იცავს, ალბათ გასაკვირიც არაა, რომ არც რუსეთის ანექსიურ პოლიტიკაზე აქვს რეაქცია. პუტინი ოკუპირებულ რეგიონებთან კავშირებს აღრმავებს და ამის დასტური ბოლო შეთანხმებაა, რომელიც სამხრეთ ოსეთის შემდეგ ოკუპირებულ აფხაზეთთან გაფორმდა. ნაცვლად იმისა, რომ რეჟიმი პროაქტიულად ლობირებდეს იმ ძალიან მძიმე საკითხებს, რაც არის ოკუპაციასთან დაკავშირებული, ნაცვლად იმისა, რომ არაღიარების პოლიტიკის გამტკიცებაზე ზრუნავდეს, ნაცვლად იმისა, რომ საოკუპაციო ზოლზე ადამიანს ეხმარებოდეს, ნაცვლად იმისა, რომ რუსეთის ფაშისტურ ფედერაციის აგრესიაზე საუბრობდეს, ეს არის რეჟიმი, რომელიც ოკუპაციაზე არის ჩუმად, რომლის ეროვნული უსაფრთხოების დოკუმენტიც არ ახსენებს რუსეთს, როგორც აგრესორს, რომელიც არ ლობირებს ღიად და
და პროაქტიულად ოკუპაციის საკითხს და არაღიარების პოლიტიკის საკითხს, და რომელიც პირიქით ყოველ აგვისტოს ომის კვირის წინა პერიოდში ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ რუსეთის ფაშისტური და იმპერიული პოლიტიკის როლი სულ უფრო შეასუსტოს. ერთი საპროტესტო ასე თქვათ განცხადებაც კი არ გაუკეთებია და ჩვენ ვიყავით ჩვენი გუნდი, როდესაც პარლამენტში ინიციატივით შევედით მოვამზადეთ კიდევაც შესაბამისი საპროტესტო რეზოლუცია, რომ საქართველოს პარლამენტი იყო ერთადერთი ადგილი, სადაც შეიძლებოდა ამის ხმამაღლა გაჟღერება, მაგრამ სამწუხაროდ მმართველმა გუნდმა არც ერთ შემთხვევაში მხარი არ დაგვიჭერა და ჩაგვიგდო. მაშინ როდესაც საუბრობს ოკუპაციაზე და ამ დროს ქვეყნის პირველი პირი საოკუპაციო ხაზთან ნამყოფიც კი არ არის, ხო? ალბათ ესეთი პოსტების დაწერაზე ლაპარაკი ზედმეტია და სხვაზე რაღაცის გადაბრალებაზე. რა თქმა უნდა, სასაცილოა ის, რომ რაღაცნაირად მიხეილ სააკაშვილს და ჩვენს ხელისუფლებას დააბრალო რუსეთთან რაიმე სახის, ასე ვთქვათ, მცდელობა. ჩვენი მცდელობა იყო საქართველოს განვითარება. რუსეთის სასარგებლო რიტორიკა სახელისუფლებო პარტიისგან სიახლე არ არის. თითქმის ყოველ წელს აგვისტოს მძიმე დღეებს ივანიშვილის გუნდი სწორედ ასეთი ნარატივისთვის იყენებს.